სტალინის ძეგლის აღმართვამდე 2 დღე რჩება დიდი ბელადის ბრინჯაოს მონუმენტის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები 9 მაისს გეგმავენ. იმ შემთხვევაში თუ გორის მერია მათთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და ძეგლს მუზეუმის ტერიტორიაზე არ აღმართავს, სტალინელები აქციების გამართვით იმუქრებიან. კვარცხლბეგი მზად არის, სტალინი კი ჯერ კიდევ კარალეთშია. თაკუ ადვაძე დეტალებით. 9 მაისამდე 2 დღე რჩება. იმ შემთხვევაში თუ სტალინის ძეგლს მშობლიურ ქალაქში დააბრუნებენ, ბრინჯაოს მონუმენტი ამ ტერიტორიაზე აღიმართება. კვარცხლბეგი სტალინის მისაღებად უკვე 2 წელია მზად არის. კომუნისტური პარტიის წევრებმა ქალაქის ქუჩებში ამ პლაკატების გაკვრა დღეს დილიდან დაიწყეს. ისინი საზოგადოებას 9 მაისს სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში ელოდებიან. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას სტალინელები საზეიმო შეკრებით გეგმავენ და კარალეთიდან სტალინის ბრინჯაოს მონუმენტის ქალაქში დაბრუნებას აპირებენ. ჩვენ შევახსენებთ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი წინასაარჩევნო დანაპირებს. ჩვენ კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ აღსრულდეს მათი დანაპირები ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. თუ ასე არ იქნება, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ აქციების მოწყობას. აუცილებლად მივახცევთ ჩვენ იმას, რომ უკვე მთელი ხალხი გამოვა და ალბათ საკუთარი ხელით ჩამოვიტანთ და დავდებთ ძეგლს თავის ადგილზე. ფაშისტების ძეგლები უდგიათ, ფაშისტებისაი. ხო. და ჩვენი ძეგლი არ უნდა დგას მაგისი? სცენა უკვე თითქმის მზად არის და ამ ადგილას იქამდე დარჩება, სანამ სტალინის ძეგლის აღმართვა გამზადებულ კვარცხლბეგზე არ მოხდება. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან სტალინელები გორში მოდიან, რათა დიდი ბელადი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნონ. თუ მაგალითად ვერ შევძელით მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება უამრავი ხალხი. ეს არის საერთო საქვეყნო ღონისძიება, აქცია დავარქვათ მას. მოთხოვნა ერთადერთი გვაქვს, დაიდგას სტალინის ძეგლი. თუ არ დაიდგება, მაშინ ჩვენ პერმანენტულად გავაგრძელებთ აქციებს. ეს იქნება მყარი და უტყუარი სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნა. მთელი საქართველოსდან იქნებიან ჩამოსულები, ჩამოვლენ და ძალიან დიდი საპროტესტო მიტინგიც გაიმართება. აქცია რა თქმა უნდა შევუერთდები. არ არსებობს, მე არ მithქვა ჯერ არ გამეკეთებინოს ის. არ არსებობს ვარიანტი რომ იქ არ მოვიდე. 9 მაისს ძეგლის აღმართვა არ მოხდება. ასეთია ქალაქის მერის პოზიცია. ზურაბ ჯირკვალიშვილი აცხადებს, რომ სტალინის მონუმენტის მუზეუმის ეზოში დადგმამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი. ადამიანების პროტესტი და იმის მოთხოვნა, რისი გაკეთებაც უნდა თვითონ ეს ბუნებრივია დემოკრატიულ ქვეყანაში ყველგან ხდება. კიდევ მეორე ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოების თვალსაზრისით. ესე იგი სტალინის ძეგლი ჯერ არ დაითქმება და მithumedes 9 მაისს. ამას ვერ დაგიდასტურებთ. 9 მაისს ალბათ ეს ადრე მოხერხდება. მერის ამ განცხადების მიუხედავად, სტალინელები ძეგლის აღმართვას საკუთარი ძალებით გეგმავენ. ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.